გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. 24 ოქტომბერს დაკავებულთა შორის არიან მწერალი და გამომცემელი ინტელექტის მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია, პარტია ფედერალისტების წევრი თენგო კირთაძე, ასევე პარტია დროას წევრი ნათია ლეთოდიანი, პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრად მიჩნეული დემონსტრანტი ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ბაჩო ქიმუცაძე, სამოქალაქო აქტივისტები დანი მაღრაძე, ნინო ლაღიძე, გიორგი მელითაური და ანუკა გამსახურდია, სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, დავით მშვენიერიძე და ვასო ბერიძე. ნათია ლეთოდიანი გადაიყვანეს ადმინისტრაციული წესით, გადაყავთ, დაკავებულია. ისანი სამგორი, ხო? აიღე. ისანი სამგორის პოლიციის განყოფილებიდან არიან გამოძიებლები და ნათია ლეთოდიანი გადაყავთ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გადაყავთ განყოფილებაში. არის ნერვიულო, კარგად იქნება ყველაფერი. უთხრა თავის ოჯახის წევრებს, ნათია ლეთოდიანი ეზოში იყვნენ ჩასაფრებულები და ეზოდან წაიყვანეს. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პროტესტის მონაწილეთა ახლობლებმა გაავრცელეს. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დაკავებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებია. კარს რატომ იკეტავთ უკაცრავად? კარს რატომ იკეტავთ? კარს მიკეტავთ. კარს რატომ იკეტავდით უკაცრავად? კარი დამიკეტა. გადმოსვლის საშუალება არ მომცა. ხო, მაგრამ მიკეტავდა. და კითხვა დავუსვი. კი, და კამერაში ჩანს. დავიმარჯვებ. გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და გზას კეტავენ. 22 ოქტომბერს პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ისინიც, ვინც ტროტუარზე იდგა. გუშინ საღამოს პროტესტის 330 დღეს პოლიციას უშუალოდ რუსთაველზე არავინ დაუკავებია, თუმცა გუშინდელი აქციის მონაწილეების დაკავება დღეს სხვადასხვა ადგილზე დილიდანვე დაიწყო.